და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში წარმოგიდგენთ. საქართველოში საკონსერვო მრეწველობის დიდი ტრადიციები არსებობს. ჩვენში მოწეული მრავალგვარი ხილი და ბოსტნეული ამ დარგის განვითარების კარგ საფუძველს იძლევა. საინტერესოა არის თუ არა მზად ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე საკონსერვო ნაწარმის შესატანად. გამარჯობა ბატონო ვანო. გამარჯობათ. აი ძალიან დამაინტერესა თქვენმა საწარმოებმა. შეიძლება რომ გავეცნო წარმოების პროცესი. მომზადეთ კი ბატონო, წარმოებას მიმდინარეობს. მომზადეთ. ეს არის ჩვენი საწარმო, იზიანის წესების და აუცილებელია ხალხების ჩაცმა. ახლა ჩვენი მყოფებით ქალაქ გორში, სადაც ჩვენი მასპინძელია კომპანია კულა, სადაც ქართული ნედლეულისაგან საკონსერვო პროდუქცია მზადდება. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენთან 100 კილის წვენის წარმოება. ვინაიდან ჩვენი წარმოება სეზონურია, აქედან გამომდინარე საქართველოში ხილია ბოლო ხილი, რომელიც გადავამუშავეთ იყო დეკემბრის 30-ში, მანდარინი დავამთავრეთ 31-ში გავაკეთეთ. ამჟამად მიდის 100 კილის გადამუშავება. ეს ჩვენ სპეციალურად სეზონის პერიოდში მივიღეთ 100 კილი. ვიზუალური დათვალიერების შორის კი ეს 100 კილი. მიდის ამისი გამომშრალი 100 კილია. და ახლა მიდის ამის სახალხოდ გაუშვით უკვე რომ გაუშვით ირეცხება. იქ ირეცხება უკვე ზედაპირულად მიდის ამის გადარჩევა ხალხის მე მოაცალონ მათ ზედმეტ ნაწილაკები რაც არის და მიდის უკვე წვენზე წვენზე მივიღოთ დიფუზიული წესით წვენის გამოგება 100 კილიდან. მზადეთ იქ დაგაჭერა. ეს ადანადგარებია. ეს არის ჩვენი მურაბის ახალში ხვავები. ამჟამად ისინი არ არის ფუნქციონირებაში, ვინაიდან მურაბა ჩვენთან იხარშება მხოლოდ სეზონის პერიოდში. ესენი არის ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. ამჟამად წარმოება არ არის მურაბების და ამიტომ ეს ხვავები, რომლებიც აქ არის ფუნქციონირების გარეშე ამ ეტაპზე. და ის საინტერესოა, საწარმოს წარმადობა რამდენია? ჩვენ საწარმოს მთლიანად შეუძლია გადაამუშავოს ხესლოვანი ხილი დაახლოებით 25-დან 30,000 ტონამდე და კულკოვანი ხილი დაახლოებით 15,000 ტონა წელიწადში. ეს სიმძლავრეა, რომელიც ჰქონდა. ჩვენ დავამატეთ საწარმო სიმძლავრეები, ამჟამად ვიყიდეთ ახალი მუხერის პრესი, წნეხი, ვიყიდეთ მეორე ლენტური წნეხი და გავდით ალბათ წარმოებას. წელიწადში შეგვეძლება გადავამუშავოთ 40,000 ტონა ვაშლი. ისგანაც გავამზადებთ კონცენტრატს და გავყიდით საზღვარგარეთ გერმანიაში კერძოდ. ანუ კონცენტრატს აქ არ ვიყენებთ არანაირ შემთხვევაში. 100% კონცენტრატს არ ვიყენებთ, აქ ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ხილს. კონცენტრატი მზადდება, გამზადდება და გაიგზავნება ევროპაში ექსპორტზე. ძალიან კარგი. ეს არეზერვუარებია ბატონო. ეს არის რეზერვუარები, სადაც მზადდება წვენი. როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ ხანდახან და ძალიან დიდი მოთხოვნაც აქვს, ეს ორ კომპონენტიანი წვენები, სამ კომპონენტიანი, ეს ალუბალი მაყვალთან, ვთქვათ, ალუბალი ბროწეულთან, ბროწეული და შინდი, ალუბალი და შინდი. ამ რეზერვუარებში მზადდება ეგრე ბროწეულის წვენი, მეორეში მზადდება ალუბლის წვენი, მე ერევა ერთმანეთში და მიდის ჩამოსხმაზე პირდაპირ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საწარმო 100%-ით ნადლეულისგან იღებს 100%-ით ნატურალურ წვენებს აწარმოებთ. და ეს რეზერვუარები არის იმისთვის, რომ ეს წვენი ერთმანეთში კარგად აერიოს, შეგუპაჟდეს ორი ან სამი ერთნაირი წვენი და ჩამოიწყოს ერთ მინის ქილაში. საწარმო უკვე დაახლოებით წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირება აქვს, წელიწადი და 2 თვეა. ამ პერიოდში ჩვენ უკვე ბევრი წარმატებას მიგიწევთ, როგორც ჩანს. 140 დასახელების პროდუქცია გამოუშვით. თითქმის ყველა ჩვენი პროდუქტი არის ქართული. ვებულობთ ხილს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიიდან, ეს როგორც
კახეთი, აჭარა, იმერეთი, შიდა ქართლი რა თქმა უნდა. მადნეულისკიდან ვიღებ ტომატს. და ეს მაგალითად არის შესაძლებელი პუნქტები გაქვთ თუ პირდაპირ პირდაპირ ფერმერებისგან ყავს ჩვენი სპეციალისტები ვინც დადიან და დისტრიბუტორებსაც მოაქვს ჩვენთან ეს ხილი რომელსაც ეს მაგალითად მანდარინის წვენია ჩვენ ამ ხილს ვამუშავებთ ვაწარმოებთ როგორც წვენს უკვე გამზადებული მინაში ასევე ასეპტიკურად ვინახავთ რომ მთელი სეზონის პერიოდზე ჩვენ გამოვიყენოთ ეს წვენი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვამზადებთ სულ აქტუალური პროდუქტისგან, ხილისგან, ქართული ხილისგან, ამიტომ ვინახავთ აი ესეთ ასლებში სპეციალურად ჩასხმული ამაში არანაირი კონსერვანტი, არანაირი საღებავი ამაში არ არის და მოთხოვნის მიხედვით იხსნება ეს და მიდის ჩამოსხმაზე. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ ჩამოსხმის პროცესი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი წვენის დამზადება მიმდინარეობს? ამჟამად საწარმოში მზადდება ალუბლის წვენი 330 მგ-იან მინის ხილებში. თბილი ალუბლის წვენი პირველად ნახე. თბილი და პირდაპირ ხალიიდან აქვს აღებული ამჟამად. ჩვენ ამის გარდა ალუბლის გარდა ვიღებთ დაახლოებით ყველა იმ ხილს, რომელიც საქართველოში მოდის. ეს არის ალუბალი, შინდი, მაყვალი, ლეღვი, კომში, ატამი თითქმის ის მარწყვი ეს წვენები 16 დასახელების წვენი გვაქვს. ეხლა დაემატა კიდე ამ სეზონზე ახალი წვენები ესენი არის ფორტოხალი, ესენი არის სუბტროპიკული ხილი, რომელიც არის ლიმონი, მანდარინი, ფორტოხალი და ვერიტვოთი ქართული ხილი ეს. საქართველოს ბაზარები ახერხებს იმას რომ მოერიოს ამ ყველაფერს. ანუ ხილის თვალსაზრისით ხო არა გაქვს ხოლმე ჩავარდნები მოწოდებასთან დაკავშირებით. საერთოდ ხდება ხოლმე ის პერიოდი მაგალითად წეს ჩვენ გავუმართეთ ახალი საწარმოო დავიწყეთ ვაშლის წარმოება რომელსაც უნდა გვეწარმოებინა ვაშლის კონცენტრატი ჰქონდა საექსპორტო კონტრაქტები მაგრამ ვინაიდან ხილი არ იყო წეს ძალიან ცუდი მოსავლიანი წელი იყო ვაშლის თაობაზე ჩვენ ალბათ მომოვალწეს ეს ალუბლის წვენი იქით გადავიდეთ ახლა მეორე ხაზზე მზადდება ტომატი დაარჩენი ჩვენი წარმოება თითქმის ნახევრად არის დატვირთული, ვინაიდან სეზონი არ არის ახლა, ვამზადებთ იმ პოლიფაბრიკატებზე, რაც სეზონის პერიოდში შევინახეთ. ახლა ვაპირებთ მის უკვე ბოთლში ჩამოსხმას. გადავიდეთ და ვნახოთ. აქ როგორც ვატყობ ბატონო ტომატი მზადდება. აქ მზადდება ტომატი, გამიმდინარეობს ჩვენი ყველა პროდუქტის სტერილიზაცია. ეს ჩვენი ცნობილი ტომატ პასტაა, რომელიც ყველას მოსწონს ამ ბოლო დროს. აქ მზადდება მისი ჩალაგება პასტერიზაციო აპარატებში, შემდეგ მისი სტერილიზაცია. ვაწარმოებთ ტომატს როგორც მინის ხილაში, ასევე ეხლა დავიწყეთ უკვე თუნუქში ტომატის ჩამოსხმა. თუნუქის ასეთი პროცესი გადის, ხო? კი, პროცესი იგივეა, ჩვენ ვაკეთებთ. ახლა ვინაიდან ჩვენი პროდუქტი არის ნატურალური, ამიტომ მას სჭირდება სტერილიზაცია. როგორც ვატყობ, აქ სანიტარული ნორმების კარგად გაქვს დაცული. საკმაოდ ხშირად ჩვენი საკუთარი ლაბორატორია, რომელიც ამოწმებს პროდუქტს ყველა ეტაპზე, მედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე. და საბოლოო პროდუქტი ეტაპობრივად სხვადასხვა პერიოდში გადის კიდევ მისი შემოწმება. იღება ნიმუშები გამოშვებული პროდუქციიდან და მისი შემოწმება.
როგორც შიდა ლაბორატორიულად, ასევე ვაგზავნით ექსპორტზე დამოუკიდებელი ლაბორატორიები ამოწმებენ ჩვენ პროდუქციას. რა საინტერესოა. იმდენად ნახოთ სტერილიზაციის პროცესი. სტერილიზაციას ამე სპეციალური რაღაც თავისებური რეჟიმი ჭირდება, ხო? თავისებური. სასტერილიზაციო აპარატები, თქვენ ახლა უყურებთ აქ როგორც ამაში მიმდინარეობს სტერილიზაცია, ესენი მზადდება სასტერილიზაციოდ. ყველა პროდუქტს აქვს თავისი რეჟიმი. ეს არის რამდენი წუთი უნდა გაჩერდეს სტერილიზაციის ქვეშ პროდუქტი, 10 წუთი, 12 წუთი და სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი. ტომატს სხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება, ყოველდღიურად სხვა სჭირდება, ხილბაფას სხვა სჭირდება. ანუ პროდუქციიდან გამომდინარე ხდება. იმ ხილისგან გამომდინარე, აქ ყველას თავის სასტერილიზაციო ბოსტნეულს უფრო მეტი სჭირდება სტერილიზაცია და ბუტილიზმის საშიშროება უფრო მეტია. ამიტომ მე დაანგრევი ფაზებს იმ საშუალებას, რომ ნებისმიერ სტერილიზაცია გავაკეთოთ ჩვენ. როგორ არის ხარისხის შიდა კონტროლის საქმე თქვენთან საწარმოში? ჩვენ საწარმოში პროდუქცია მოწმება 3-4-ზე. ეს ნედლეულია დაწყებული, ეს შემოდის ნედლეული მოწმება, ენიჭება მას თავისი ხარისხი და უკვე გამოშვებული პროდუქცია ყველა ეტაპზე მოწმება. აგრეთვე შეწყვეტება საწყობში. საწყობიდან ჩვენი ლაბორატორია მოდის და ნებისმიერ ნიმუშს იღებს მეაქ ლაბორატორიაში და მოწმება კიდევ სხვადასხვა შემადგენლობებზე. აი ეს სერტიფიცირება ჩვენ გვაქვს ჩვენმა სპეციალისტებმა და ჩვენ გავიარეთ რამოდენიმე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მივიღეთ HACCP სტანდარტის სერტიფიკატები. ეხლა ვმუშაობთ თუ გავაკეთოთ ISO სერტიფიცირება. საწარმოოდ იქნება სერტიფიცირებული და იქნება ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული საწარმო. ესე იგი ამჟამად გვაქვს HACCP. საკონტროლო ხარის მიკლოვადობის მიკლოვადობის კრიტიკული წერტილები, ეს ყველაფერი ამის კონტროლი გვაქვს, ჟურნალები სპეციალურად რომელშიც წარდება ეს ყველა ინფორმაცია. როდის შემოვიდა, რა პერიოდში შემოვიდა, რა სტადიაში შემოვიდა, რომელი მიენიჭა, რომელი კატეგორია პირველი კატეგორიის, უმაღლესი კატეგორიის ხილი, გამოშვებული პროდუქციას ანალოგიურად აქვს არის ყველა გამოშვებული კოდი. რომელსაც ვიცით ჩვენ, ყველა გამოშვებული პროდუქტი, როდის არის გამოშვებული და რომ ჩვენი მომხმარებელი მათ საქართველოს არ არის. ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი, ისრაელი და ამ პატარა დროში საკმაოდ მოცულობითი დამუშავებები ჩაგიტარებია. საკმაოდ დაახლოებით შესული ვართ 20 ქვეყანამდე საქართველოს გარდა. როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ამერიკაში და ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რამდენი ადამიანი ყავთ დასაქმებულში? 193 ადამიანი. შეფუთვის სტანდარტები როგორია? ჩვენ შეფუთვის სტანდარტები პრინციპში როგორც მიღებულია სოფლის პრაქტიკაში, გვაქვს ფუთავთ როგორც პოლიეთილენში, ასევე შეკვეთის და მიხედვით ფუთავთ მუყაოში. ამჟამად იფუთება პოლიეთილენი საქართველოში პრინციპში პოლიეთილენით გადის ჩვენ ქსელში ყველა პროდუქტი. როგორც კიტვის წნილი, ასევე დანარჩენი ნებისმიერი ჩვენი პროდუქტია. დასაწყობება და გადაზიდვა? საწყობება ხდება აქ, ამის გარდა გვაქვს საწყობები ბათუმში, ქუთაისში, თბილისში. ძირითადი საწყობია ლოსში. და ხდება ამის გარატანა, გამზადება ლოსში, ეტიკეტირება, შეფუთვა, მიდის ჩვენ საწყობებში. საწყობი ნაწილია მე მაღაზიებში, რეგიონების მიხედვით. ჩვენი დისტრიბუცია ამალაგებს თბილისი, გორი, რუსთავი, შიდა ქართლი, ქუთაისი, იმერეთი, აჭარა და ის რეგიონები, რომლებიც უკვე მოშორებით არის, ზუგდიდი და მარნეულის მიცემული გვაქვს სხვა კომპანიაზე, რომელიც ამას აუკეთებს იმ დისტრიბუციას. რის ფაქტორები რა არის ბატონო? რის ფაქტორები, ყველაზე და სეზონურობა ჩვენი პროდუქტი ვინაიდან გედება ნედლეულისგან, ყველაზე დიდი რისკი გვაქვს ნედლეულის არის პერიოდი წლები, როდესაც ხილი არ არის, მაგალითად წელს ვაშლის დეფიციტი იყო საქართველოში. რის ფაქტორი ძირითადად არის ეს ნედლეულის ანუ ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე ხარ დამოკიდებული. ძირითადად დიდი რისკ ფაქტორები ჩვენ წარმოებაში, სხვა ისეთი წარმოების რისკ ფაქტორები არ აქვს, იმიტომ რომ აწყობილი სისტემაა და მიდის თავისი. თავადია რომ რაც ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული, იმანაც შეგვიშალოს ხელი. საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაქვს, როგორც შევხედე და ყველა ვიცის რომ კომპანია კულა აწარმოებს წვენებს და ცნობილი როგორც წვენები და დავიწყეთ წვენების ბრენდირება. მაგრამ ამჟამად 160 დასახელებამდე პროდუქტს უშვებთ.
ესენი არის 20 დასახელების წვენი, რომელიც არის მინის ხილაში. აგრეთვე გამოუშვით წვენი მუყაოს ყოლოფში. ამან გააიაფა პროდუქციის თვითღირებულება, მაგრამ ხარისხი შევინარჩუნეთ ის, რაც გვაქვს მინაში. აქედან გამომდინარე, ყველა სეგმენტში შევდივართ უკვე ჩვენი პროდუქციით. წვენების გარდა ხალხმა იცის, რომ ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ძალიან დიდი რაოდენობით კიტრის, პომინდრის და სხვა ნიურსაც შევხედე აქ. ნიურის წნილი კი, ნიურის წნილი ჯონჯოლი და ჩვენ მომხმარებელს ამახატლებს გაუკეთეთ საჩუქარი, გაუკეთეთ ქართული საცივი. ძირითადად იყო ის მოთხოვნა, რომ საზღვარგარეთ მიდიოდნენ ხალხი, ყველას უნდა აიღოს რაღაცა საჩუქარი საქართველოსთან. მიაქვს როგორც ჩვენი მურაბები, კაკლის მურაბა, შინდის მურაბა, ასევე ჩვენი საცივი. ამის გარდა ჩვენ ვაწარმოებთ ჯემებს, კომპოტებს, ტყემლებს, ტყემლის გვაქვს 12 სახეობა. ესე იგი კითხვა ის, რომ რამდენად მომგებიანია თუ არა ეს ბიზნესი, მე მგონი უადგილო იქნება, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე არ ავიდოდა ასორტიმენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწარმოებთ ყველაფერს და ყველა ბიზნესი იქნება მომგებიანი, მინდა გითხრათ, თუ გულით მიუდგებით, შრომას ჩასდეთ. ფასის გარდა რითი განსხვავდება თქვენი პროდუქცია სხვა დასახელების ფირმებისაგან, რომელიც იგივე სხვა პროდუქციას აწარმოებს? ჩვენი პროდუქტი არის გათვლილი საქართველოს თითქმის ყველა მოსახლეზე. ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქტს მინაში, ჩვენი მურაბები, ჩვენი ჯემები, ჩვენი ხილგავები მზადდება 100% ქართული ნედლეულისაგანაც და 100% ქართული შაქრიდან. ამიტომ საქართველოში მოყვანილი პროდუქტი გაცილებით თავის გემოვნებით უსწრებით არის უფრო გემრიელი და ქართულ შაქარსაც ვიყენებთ მურაბების და ჯემების წარმოებაში. ისე რატომ მაინც და მაინც კულა სახელწოდება, ბრენდული სახელწოდება, თუ მე როგორც მახსოვს ეს ძველი ქართული სასმისია კულა და იმის ჩვენ ახან დავიწყეთ ჩვენი წარმოება და ჩვენი ბიზნესის ბრენდირება წვენებით, ამიტომ სასმისი და წვენი გავაიგივეთ ძველ ქართულ სიტყვა კულასთან და ამოვიდა ჩვენი პროდუქციის სახელწოდება და ჩვენი წარმოება არის გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა. უშვებს პროდუქციას სახელწოდებით კულა. ეს საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით შედის ჩვენი პროდუქცია. არის ქვეყნები დაუშვათ ისრაელი მაგალითად, რომელშიც ჩვენი პროდუქცია შედის, მაგრამ იქ სახელწოდება აქვს დათიკო პაპა. 20 ქვეყანაში შედის ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე. ესენი არის როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები, ასევე დსთ-ის ქვეყნები და ნაწილი აზიურ ქვეყნებში შედის ჩვენი პროდუქცია. რამე სიახლეს თავაზობთ მოხმარებით? სიახლეები ბევრი გვექნება. ჩვენ გამოვუშვით დიაბეტური პროდუქტი, რომელიც ინახება სპეციალურ საწყობში. აღნიშნული პროდუქტი მიტანილია ლაბორატორიულ ანალიზზე. ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სპეციალურ უფლებას, რომ გავუყურებთ მაგას მარკირება დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. უკვე შევაქვს ქსელში ჩვენი დიაბეტური პროდუქტი. ესენი არის კომპოტები, მურაბები, წვენები და შემდგომში უკვე სეზონის პერიოდში გამოუშვებთ ჯემებს და სხვა დიაბეტური. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ბატონო ანა და ავიცი, ეროვნულ საქმეს აკეთებ და წარმატებები მინდა რომ გისურვოთ. ველოდებით თქვენ სიახლოვეს. კარგად ზარდებოდი.